ნიკორას შემთხვევაში გავასწორებ ჩემს ასე ვთქვათ წმინდა მოგებასთან დაკავშირებულ საკითხს, თუმცა თქვენ შემთხვევაში არაფერი არ მექნება გასასწორებელი, სადღაც 3.9%-მდე გაქვთ წმინდა მოგება. იცით თუ არა, აი ლიდლი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ დაახლოებით 2%-იან მოგებაზე ეს 25 წლის ალბათ. მე 24 წელს უყურებ, ახლა სამწუხაროდ არ გვაქვს. 2%-იან მოგებაზე მუშაობს, წმინდა მოგებაზე, თუმცა 2024 წლის მონაცემი გვაქვს აქ. მიახლოებით იგივე აქვს, რაც ჩვენ. თქვენ აი მაგალითად Lidl-ს 2%, Rewe Group-ს 1%, აქვს წმინდა მოგება, EDK-ს 0.8%. ფიქრობთ, რომ საქართველოში იმდენად მაღალმსყიდველობით უნარიანი და დიდ შემოსავლიანი მოსახლეობა გვყავს, რომ თქვენ ქსელებმა ზოგადად ყველას ეკუთვნის ეს კითხვა, რომ გქონდეთ წმინდა მოგება 3.9%, 2024 წელს ვაზუსტებ, 2024 წელს გულისხმობ. მაგალითად ფრესკოს შემთხვევაში 7% იყოს წმინდა მოგება. ევროპროდუქტის შემთხვევაში ვერ ვიტყვი განსაკუთრებულად, რადგან სხვა კატეგორია მომხმარებელზე არის კონცენტრირებული, თუმცა საკმაოდ გაფართოებული ქსელია. აი როგორ აფასებთ ამას, რომ თქვენი ტიპის ქსელები საქართველოში თითქმის ორჯერ უფრო მეტი წმინდა მოგებას იღებენ, არის თუ არა ეს რაღაცნაირად გათვლილი და დაკავშირებული მომხმარებლის მყიდველობით უნარიანობაზე. ჯერ ესერთიც მოდი შევხედოთ მომხმარებელი რას იღებს, ხო? მომხმარებელი იღებს ფასს. მე როგორც გითხარით და მოყავდა რიცხვები, ჩვენი ფასები ფართე მოხმარების არაბრენდულ ძირითად პროდუქტებზე არის უფრო იაფი ვიდრე არ ევროპაში. ეხლა რაც შეეხება წმინდა მოგებას, თქვენ გითხვით ორჯერ მეტი, მაგრამ ეს ორჯერ მეტი 3%-ია. რაც ძალიან დაბალია, ხო? მე საპირისპირო კითხვით მოგმართავთ, თუნებას მომცეთ. იმიტომ რომ ეს საკითხი არ გაჟღერებულა კომისია, მე წინა ისენი უყურე, რატომაც არ გაჟღერებულა, რომელიც ამ ჩვენ განხილვასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წლის დასაწყისში იყო ინიციატივა, რომ ბანკის საბარათო გადახდებზე, რიტეილში შემცირებული იყო პროცენტი გადასახადი 0.5%-მდე, ხო? რატომღაც მე ეს გაუქმდა. მე კითხო მაქვს რატო? ეხლა ეს გადასახადი რომ გესმოდეთ, რომელიც არის 1-დან 2%-მდე, ხო? ჩვენი დარგის იმ მოგების მესამედია. თქვენ ეხლა ჩვენ გვითვლით მოგებას, ეხლა დაუთვალეთ იმ ბანკებს მოგების მარჟა. ბანკების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მკევნეულია ასევე საზოგადოებისთვის. ბანკების საერთო მოგება ბევრად დაჭარბებდეს მთელი რეალური ეკონომიკის მოგებას. ეს ხო არ არის ნორმალური. გეთანხმებით, რომ ბანკები სერიოზული პრობლემა არის ამ კუთხით. სწრაფი შედეგების მიღწევა, აგე იყო მშვენიერი ინიციატივა, რომელიც რატომღაც გაუქმდა. შეიძლება გითხრათ საშუალოდ რამდენი არის პროცენტი, რამდენი გამოდის, როდესაც ბარათებით ხდება? 60% ჩვენ ტრანზაქციების ბარათით კეთდება. და საშუალო შეწონილი ხარჯი რამდენი არის ბრუნვის, ასე ვთქვათ? უფრო მეტი. აი 2 მილიარდი, მაგალითად თქვენ თქვით რომ 2 მილიარდი ქონდა. 7% არის ხარჯი ძვიანი ბრუნვის? კი ბატონო, ამ ჩვენთან უფრო მაღალია. მადლობა რომ ბანკებზე დაიწყეთ საუბარი, მე ძირითადად ექსპერტო მაინტერესებდა თქვენთან კითხვისთვის. ანუ ესე იგი გძნობთ ხო ტვირთად ბანკის პროცენტს, ხო? ჩვენ ცეცხლი არა გვაქვს ბანკის, ამიტომ ჩვენ გულისხმობ ამ აი მაგალითად 2 მილიარდი ლარიდან 1% სავარაუდოდ გადაუხადეთ ბანკს, ხო სწორია? თლათ 2 მილიარდიდან არა, იმ 60%. იმის 60% გადაუხადეთ ბანკს. კიდე რა უნდა გითხოთ? აი რატო ხდება რომ მაგალითად ყველა თქვენ დახთან ძირითადად გეკითხებენ ამ ბანკით იხდით თუ იმ ბანკით? იმიტომ რომ რამოდენიმე ტერმინალი დგას და სწორედ იმიტომ რომ ამ პროცენტის მინიმიზაცია გაკეთდეს, ხდება ამის არჩევა. მე ვიცი რომ აი ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ეროვნული ბანკი განეხილავს და ჩვენთვის იქნება ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პლუსი თუ ეს მოხდება და იქნება ერთი. აი სხვათა შორის მინდოდა მე თქვა კიდევ თქვენი კომპანია ვიციო ჩაერთო ღია ბანკინგის სისტემა არსებობს, სადაც უფასო არის გადახდა და ზუსტად მაგ პროცენტს გაანულებს და ერთ-ერთი შესაძლებლობაც იქნება რომ თქვენ შეგიძლიათ ყველა აიღოთ ღია ბანკინგის ლიცენზია და უკვე თქვენთო ნაწარმოოდ გადახდა, სადაც ბანკის გადასახადი გექნებათ 0. რაც ნიშნავს რომ რამოდენიმე ათეულობით მილიონი დოლარი დაიზოგება და ვიციო თქვენ უკვე მიმართეთ და აპირებთ და მაგას აკეთებთ, რაც ძალიან მისასალმებელი.